გრძელდება ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. სულ მალე მოედანზე გამოვლენ თბილისის დინამოსა და საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები და გაგრძელდება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი. დაიწყება მეორე ტაიმი, ხედავთ უკვე საჩხერელი ფეხბურთელები გამოდიან. არ ვიცი მათ შემადგენლობაში არის თუ არა ცვლილება, ყოველ შემთხვევაში მე აუცილებლად გეტყვით იმ ფეხბურთელთა შესახებ, ვინც პირველი ტაიმი ითამაშა და ვინც ჩაამთავრა დინამოს შემადგენლობაში. იყო ცვლილება, ამასაც გარკვეული მიზეზი ჰქონდა და რაც მთავარია, ანგარიში 1-0 დინამო იგებს შეხვედრას. ამ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გახლავთ ჩისკო, ესპანელი ლეგიონერი. კიდევ ერთხელ სანამ დაიწყება მეორე ტაიმი, ძალიან კარგიც არის, მადლობა რეჟისორს ამ ეპიზოდის განმეორებისათვის და კიდევ ერთხელ ვინც ოდნავ გვიან შემოგვიერთდა, მაინც სამუშაო დღე არის. ნახოთ ეს გოლი, რომელიც გავიდა დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია. რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს, ეს იყო გაძევება შეხვედრის მე-19 წუთზე გიორგი რეხვიაშვილი იქნა გაძევებული, მართალია დააობდნენ იქ დინამოს ფეხბურთელები, რომ არ იყო ბოლო იმედის ჯარიმა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ სწორედ ასე მიიჩნია და მოედნიდან გააძევა დინამოელთა ცენტრალური მცველი და საინტერესოა სეზონის პირველი ნახევარი, გასული სეზონის სწორედ საჩხერელთა შემადგენლობაში იყო გიორგი რეხვიაშვილი და მათთან დაპირისპირებაში იქნა გაძევებული ახალგაზრდა ცენტრალური მცველი. ეს კი ჩისკო ყურადღების ცენტრში სწორედ ის იყო თავიდან, ახლა კი დინამო მთელი შემადგენლობით ტრადიციული რიტუალი დინამოსათვის მეორე ტაიმის და როგორც მატჩის დაწყების წინ, ასევე მეორე ტაიმის დაწყების წინ და სულ მალე განახდება შეხვედრა. შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობებს, როგორც ჩანს, არც ერთ არც მეორე გუნდის შემადგენლობაში მწვრთნელებს შესვენებაზე ცვლილებები არ გაუკეთებიათ. დავიწყებ ნომინალური მასპინძლით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ თბილისში ტარდება მატჩი, ნომინალური მასპინძელი თბილისის დინამოა. 77 ნომერი მეკარე გიორგი ლორია, შემდეგ 6 მათე ცინცაძე, 10 გიორგი მერებაშვილი, მე-11 ნომერი თამაშობდა გიორგი პაპუნაშვილი და 23 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე მე-5 ნომერი გიორგი ხიდაშელი შემოვიდა. 12 დავით ხურცილავა, 16 დავით კვირკველია, 20 ოთარ მარცვალაძე, 28 ნომერი ჩისკო, 30 გიორგი გველესიანი, 92 ირაკლი ძარია. გიორგი რეხვიაშვილი არ თქვი, რა თქმა უნდა, ის გაძევებულია მოედნიდან. ხიდაშელის ნაცვლად მოედანზე შესაძლოა ასევე ვიხილოთ, დაიწყო უკვე შეხვედრის მეორე ნახევარი, დაიწყეს საჩხერელმა ფეხბურთელებმა. მეკარე ნომერ პირველი ომარ მიგინეიშვილი, 7 თორნიკე გორგიაშვილი, 8 ირაკლი მოდებაძე, 9 გიორგი ჯანელიძე, 15 გიორგი პაპავა და 21 ნომერი რუმინელი დორინ გოგა. იქნება თუ არა საჭირო ცვლილებები და ვის შემოიყვანს მოედანზე, ამას შევიტყობთ. აქ კი ხმალაძის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთის ხდება მიზანს. მას შესახებ ჩიხურას შემადგენლობა მეკარე გუნდის კაპიტანი მე-16 ნომერი გიორგი სომხიშვილი, 5 ლაშა ჭელიძე, 7 ჯაბაჯი ღაური, მას ყვითელი ბარათი აქვს პირველ ტაიმში მიღებული, 8 გიორგი კიმაძე, 9 გიორგი გაბედავა, 26 გიორგი დათუნაიშვილი, 27 გიგა ბეჭვაია, 37 ნომერი ჩოთაკაშია, 59 დავით ოდიკაძე, 77 საბალომია და 92 ლევან ხმალაძე. სათადარიგო ფეხბურთელები 30 მეკარე რევას თევდორაძე, 12 ზაზა ნადირაძე. აქ დინამოელები უტევენ, მცირე ხნით მივადევნოთ თვალყური შეხვედრას და შემდეგ განვაგრძობ სათადარიგო ფეხბურთელებზე საუბარს. ბურთი ცდება კარს, მახვილი კუთხიდან ეს ჩაწოდება იყო თუ დარტყმართული გასარკვევი იყო, მაგრამ ბურთმა დატოვა მოედნის პარკლები და განვაგრძობ სათადარიგო ფეხბურთელების დასახელებას. მე-19 ვაჟა ლომაშვილი, 22 გუგუა იაკობაშვილი, 23 ალექსანდრე ივანიშვილი, 24 ლაშა ჩიკვაიძე, 51 ბესიკ დეკანოიძე. მალხა ჟოანია და სოსო ფრუიძე გუნდების მთავარი მწვრთნელები, მთავარი მსაჯიც გითხარით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თორნიკე გვანცელაძე და მას ასე მეორე ტაიმი დღევანდელი შეხვედრისა გავიდა და ახლობებით წუთნახევარი მეორე ტაიმის დაწყებიდან და მე იმედი მაქვს რომ გაცილებით უფრო საინტერესო მეორე ნახევარს ვიხილავთ. პირველ ტაიმში მცირე იყო ალბათ უპირატესობა, მაინც თანაბარი თამაში იყო ჩიხურასი, თან გაძევების შემდეგ და შემდეგ ძალიან სწრაფად გატანილი გოლის შემდეგ დინამომ შედარებით უკან დაიწია და პრინციპში ვერ ვიტყვით რომ დაცვითი ტაქტიკა ერჩია, მაგრამ აკონტროლებდა თამაშს და უფრო მშვიდი თამაშის რიტმის შესთავაზა მეტოქეს. რასაც ჩიხურამ ვერაფრით ვერ უპასუხა, იმის გათვალისწინებით რომ რეალური საგოლე მომენტი ჩიხურამ ვერ შექმნა პირველ ტაიმში და ვნახოთ მეორე ტაიმში რა და როგორ იქნება. ველოდებით კარგ თამაშს აქ საფათო გარღვევა შეიძლება ითქვას, სიღრმიდან ჩაერთო ხმალაძე, მაგრამ მან ბურთზე ვერ ითამაშა, ცოტა არაზუსტი გადაცემა გამოდგა. ექს-დინამოელები არიან ჩიხურას შემადგენლობაში და ისეთ საინტერესო დეტალი, 3 ყოფილი კაპიტანი არის, კაშიაც, ოდიკაძეც და ხმალაძეც პერიოდულად იყვნენ დინამოს კაპიტნები და დღეს ისინი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ატარებენ შეხვედრას.
აქ ჯარიმა არის ხურცილავას წინააღმდეგ გიუხეშა ქიმაძემ. მალხა ჟოანია კიდევ ერთხელ თქვენს ეკრანზე. მას აქვს შანსი შევიდეს. ძალიან მცირე ხანი მუშაობის სტაჟი აქვს მას დინამოში, ძალიან მცირე პერიოდი, მაგრამ შეუძლია ისტორიაში შევიდეს როგორც მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა დუბლი შეასრულა. ის ფაქტიც არავისთვის აღარ არის დასამალი, რომ დინამოს ევროთასებზე ალბათ სხვა გუნდი გაიყვანს, სხვა მწვრთნელი გაიყვანს უკაცრავად. ამაზე ღიად იყო საუბარი. აქ საფრთხო ეპიზოდი ვერ დაარტყა ვერცერთმა ფეხბურთელმა, თუმცა გრძელდება იერიში და 1-1 დათუნაიშვილი გატანილი გოლის ავტორი. აქაც იგივე შემიძლია თქვა, რომ ეს იყო მოდუნების ფაქტორი რაღაც. დათუნაიშვილისთვის ეს არის მეორე გოლი თასის ფინალში, როდესაც ვიჯორჯია გახდა გამარჯვებული, სწორედ ის იყო გოლის ავტორი და აი კიდევ ერთხელ თასის ფინალში უკვე მეორედ გაიტანა. აი აქ თითქოს ყველა აცდა ბურთს, არაფერი სიმშვიდეა თითქოს, კვირკველია ვერ დაეწია ბურთს და შემდეგ მას მოხდა და მისგან რიკოშეტით ბურთი მიუვიდა დათუნაიშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან რა თქმა უნდა შანსი არ დაუტოვა. იქ უკვე გიორგი ლორიას კიდევ ერთი უყურადღებობა ამჯერად უკვე დინამოს მცველების მიერ და საპასუხო გოლი, რომელიც დათუნაიშვილმა გაიტანა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ახლა უკვე ვნახოთ ყველაფერი თავიდან იწყება 1-1. დათუნაიშვილი 59 წუთზე გახდა გატანილი გოლის ავტორი. როგორი თამაშობს დინამო, ხა ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში რამდენად გამართლებული არ თული სათქმელია. არ ამგონია ყოველ შემთხვევაში. ეს უკვე ფეერვერკები მოაწყეს ჩიხურას გულშემატკივრებმა. საპასუხო გოლის შემდეგ აუც კი დინამო აწვდის საკუთარ ნახევარზე. ლორია იყო რაღაცა თითქოს ისე უყურადღებოდ ჩაიარა იმ ეპიზოდმა დინამოს მცველების ხრიდან და შედეგად მიიღეს კიდეც გოლი საკუთარ კარში. მობილიზებაა მეტი ყოველ წამს საჭირო, უფრო მობილიზებული უნდა იყვნენ ფეხბურთელები, რაღაცა ეს აკლდა აშკარად იმ ეპიზოდში. თბილისის დინამოს დაცვის ხას მთლიანად მოდი ერთ ადამიანს ან მეკარეს ნუ დაუბრალებთ ამ ყველაფერს. იყო რაღაცა ისეთი მთლიანი კომპლექსური შეცდომა. ხიდეშელი გიორგი დათუნაიშვილი საკმაოდ აქტიური იყო პირველ ტაიმში და აი მეორე ტაიმში დაუფასდა მას. სულიკო დავითაშვილს სამ ფინალში აქვს გატანილი გოლი და ესე რომ დათუნაიშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს ფინალის თამაში მინიმუმ რომ ეს რეკორდი გაიმეოროს, 2 გოლი აქვს რამდენიმე ფეხბურთელს გატანილი, მათ შორის სწორედ აი დათუნაიშვილიც გახდა. აი ეს კვამლია ხოლმე ერთადერთი რაც არის ცუდი ალბათ აი მის ამ ფეერვერკებშიც რომ ოდნავ ქარია და ეს კვამლი რაღაც გაიფანტა მოედანზე და ხა ფეხბურთელებისთვისაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის აი ესეთ კვამში თამაში. ფეხბურთელებს გულისხმობ პირველ რიგში რა თქმა უნდა. იქ ხიდეშელი იღებს ყვითელ ბარათს, იქ წავიდა ხიდეშელი, მაგრამ საჭ ქონდა თითქოს ამოღებული ყვითელი ბარათი და სავარაუდოდ მისცა კიდეც აქ ჯიღაურსთან სვატკი უკვე დეკანოიძე შემოდის მოედანზე. დეკანოიძე შემტევია, ტრავმირებული იყო, სწრაფი ფეხბურთელია და ვნახოთ როგორი თამაშობს. დღევანდელ შეხვედრაში მას შეუძლია ნამდვილად გამწვევა სიტუაციის. თანაც ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დინამო კაცნაკლულია. მე-11 ნომრით შემოვიდა ბესიკ დეკანოიძე 22 წლის შემტევი ფეხბურთელი. დარტყმა კარიდან. აქ მისცა ხიდეშელს ყვითელი ბარათი მსაჯმა წინა დარღვევისათვის, აი ხედავთ ხელში უჭირავდა, შემდეგ ხიდეშელი წავიდა და ესე პირადად აღარ უხმია თავისთან და ისე არ მიუცია. ისევ ჩიხურას ფეხბურთელების შეტევაზე ვნახოთ ამჯერად რამდენად კარგი გამოვა შეტევა არ ხიდეშელი არის აქ ზუსტი.
კარგად აართვა ბურთი მეტოქეს, შემდეგ ბეჭვაია მოქმედებს. მისია ეს ქუსლით გადაცემა არაზუსტი გამოდგა. ხა ჯვანი უფრო დამშვიდებისკენ მოუწოდებს თითქოს თავისი გუნდის ფეხბურთელებს. ეს ლომია გახლავთ, საბა ლომია. ლომია განათხოვებული, ზესტაფონს ეკუთვნის და განათხოვებული იყო. მარტვილში იყო, შემდეგ აქ არის განათხოვრებით. ეს კი შოთა კაშია. სხვა შოთა კაშია თავის მე-6 ფინალს თამაშობს. სამჯერ მას მოგებული აქვს, ორჯერ წაგებული აქვს თასის ფინალი, ასე რომ ნახოთ ეს თამაში როგორი იქნება მისთვის. მოგებული აქვს ორჯერ დინამოს შემადგენლობაში და ერთხელ დილას შემადგენლობაში და წაგებული აქვს ერთხელ დინამოს შემადგენლობაში და ერთხელ ჩიხურას შემადგენლობაში, ასე რომ ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს ამ ფეხბურთელს. დინამოს შეტევა, ჩაწოდება მაღალი, ხიდეშელი იბრძვის, მოიგო კიდევაც და გამოიტანეს ბურთი. იქ ჯარიმა დაფიქსირდა. სომხიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში, განმეორებით აი ეს ეპიზოდი ხიდეშელი იგებს ახალ ორთა ბრძოლას და აი არანაირი ჯარიმა არ ყოფილა და საც არა გვერდით არის ასისტენტს არა უწევია ალამი, როგორც ჩანს თავის თავზე აიღო, იქ თუნდაც თამაშგარის დაფიქსირება თუ რატო დააფიქსირა თავარმა მსაჯმა. თოდა უფრო უკნიდან უნდა შესრულდეს ეს ჯარიმა. აი ხა ეს სიტუაცია, როდესაც ჩიხურას ფეხბურთელმა ალბათ მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ ეს უპირატესობა გამოიყენონ, რაც მათ შეხვედრის მე-19 წუთიდან აქვთ. იქ ალბათ წუთ ნახევარი ცოტა მეტი დაჭირდა გაძევებული ფეხბურთელის გასვლას და იქ საბოლოო ჯარიმის შესრულება ძალიან დიდი ხანი გავიდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე-20 წუთი თამაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 წუთიდან დინამო თამაშობს კაცნაკული. დათუნაიშვილი, საფასხო გოლის ავტორი. ეს კი ხმალაძეა, რომელიც უკან აკეთებს გადაცემას. ოდიკაძე და მარჯვენა ფრთიდან უტევენ საჩხერელი ფეხბურთელები, ჩაწოდება საჯარიმოში და კარგი შეტევა იყო. გაბედავა გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე, თითქოს მიწვდა ბურთს. ხლა აი მთელი შეტევა რომ ნახოთ, ახლა ეს ამ კაცში ნაკლებად გამოჩნდება, გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე და როდესაც ესე შორიდან ვაკურდებოდით, იქ ჩანდა რომ გაბედავასკენ მიდიოდა ბურთის. უბრალოდ გაბედავა მოძრაობდა ძალიან კარგად ბურთისკენ. ისეთი შტაბეჭდილება მრჩებოდა მე რომ დაარტყავდა კარგად კარის მმართველობით, მაგრამ ვერა. ვერ მოახერხა, ქიმაძის გადაცემა იყო აღსანიშნავი ამ სიტუაციაში. ლორია წინძლიერად დაარტყა ლორიამ. ლორიას ორჯერ აქვს თასი მოპოვებული, თუმცა წაგებულიც აქვს თასის ფინალი. ისევ ჩიხურას ფეხბურთელები შეტევაზე მარცხნივ ალბათ გაბედავა მიუახლოვდა საჯარიმოს. დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა კიდევაც, კარგი დარტყმა გაბედავას კიდევ ერთხელ მეორე პირველ ტაიმში თქვი და შორიდან ცდილობდა დარტყმას. საბოლოოდ ბურთი მოხვდა იქ ერთ-ერთ დინამოს და გადის კუთხურზე, რომელსაც სავარაუდოდ ოდიკაძე მოაწვის მარჯვენა ფრთიდან, ასეც არის კი. სწორედ მან აიღო ბურთი და გაეშურა კუთხურის ალამისკენ. ყველა დინამოელი გარდა მართლადისა ან საჯარიმოშია, ან ერთადერთი ჩისკოა საჯარიმოს ხაზგარეთ. ჩაწოდება ისევ ხიდეშელი თამაშობს თავით და ჩისკო მიიღო სწორედ ბურთი და ცოტა ვერ გათვალა, მაგრამ ჯარიმა არის და გაბედავა იღებს ყვითელ ბარათს. აი განმეორებით თუ იქნება რა ვერ გათვალა, თქვენ თვითონაც ხედავთ, აი ამ მომენტში ცოტა მაღლა აუხდა ბურთი და ბურთი რომ მიიღო ჩისკოს მის წინ იყო ერთადერთი მარცვალაძე და ერთი მცველი დინამოს მხრიდან ერთადერთი მარცვალაძე და მხოლოდ ერთი მცველი ჩიხურასი, ასე რომ ძალიან კარგი შეტევა გამოვიდოდა დინამოსის სწრაფი. რაც ყველაზე მთავარია და რამდენად შედეგიანი ამას ნახავდით. და მასე არ მოხდა ისევ დინამოს ფეხბურთელები, მაგრამ ძალიან სწრაფად ჩაიშალა მათი ერიში. კაშია, დათუნაიშვილი, ალბათ მარცხნივ ქიმაძეს, არა დათუნაიშვილი თვითონ მიიწევს, ახლა გადააწოდა ქიმაძეს, ქიმაძე გაბედავა ეხსნება ისევ მარცხნივ, ახლა მიიღო გაბედავასგან, უკან აბრუნებენ ბურთს, დათუნაიშვილი მარჯვნივ შეიძლება გადატანა
ძალიან დიდხანს და ძალიან დააყონა დათუნაიშვილმა საბოლოოდ ბეჭვაიასგან მაინც მარჯვნივ მივიდა ბურთი და ალბათ ჯობდა ცოტა ადრე გაკეთებულიყო ეს ყველაფერი იქ ლომია იყო ისევ ცენტრში გაბედავა შორიდან რაღაც ჩაფიქრებული აქვს რამე გაბედავას რომ ძალიან შორიდან უნდა გაიტანოს გოლი თუ რა ხდება ნებისმიერი სიტუაციიდან ურტყავს ეს კარგია როდესაც ფეხბურთელს აქვს იმის რაღაცა საშუალება თქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი შორი მანძილიდან ურტყავს ბედავს რისკავს მაგრამ უფრო სიზუსტეც აუცილებელია იმისათვის რომ გოლი გაიტანოს გაბედავა მოიგო სახერო ორთაბრძოლა გაბედავა მოდნა უკან დაიწია რაც მოედანზე შემოვიდა დეკანოიძე და ამ ცვლილებით მარჯვნივ გადაიწია ლომიამ უფრო რომელიც ახლა იყო შეტევაზე მაგრამ დაკარგა ბურთი ჩისკო ინარჩუნებს ბურთს მარჯვნივ არის პასი საჭირო მართვალაძე 1-1-ზეა დარტყმა და გაიტანა 59 წუთზე ეს არის კლასი მაპატიოს ყველა მაგრამ აი ამ შემთხვევაში რაც გააკეთა ახლა ჩისკო მართვალაძეს დუეტმა ეს არის უბრალოდ საშემსრულებლო კლასი რაც ამ ფეხბურთელებმა გამოამჟღავნეს კარგად განთავისუფლდა და ზუსტად დაინახა მართვალაძე რომელმაც აი უბრალოდ ითამაშა ისე როგორც უნდა ითამაშოს ფორვარდმა ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე ერთი შეხებით ბურთი გადაუგდო წინ გამოსულ მეკარეს თან ოსტატურად ისე რომ შანსი არ დაუტოვა მას 2-1 ისევ დინამო დაწინაურდა ჩიხურა ფლობდა უპირატესობას გაიტანა კიდეც მეორე ტაიმის დებიუტში გოლი მაგრამ მე ვთქვი პირველ ტაიმში რომ თუ ჩიხურა გაიხსნებოდა და უფრო დიდი ძალი წავიდოდა გაცილებით საფათო გახდებოდა დინამოს იერიშები და ასეც არის მართვალაძე ფეხბურთელი რომლის მოსვლა ძალიან გააძლიერა დინამო მე რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მას მხოლოდ ნახევარი სეზონი ჰქონდა კონტრაქტი და ასეთი ფეხბურთელი დინამოს ჭირდება და ნუ მე ვფიქრობ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მართვალაძე შეინარჩუნოს. რადგანაც ის არა მარტო ტიპიური ფორვარდია, მას შეუძლია ფლანგზეც თამაში, სიღრმიდან თამაში და ამ კლასის ფორვარდების ნაკლებობა საქართველოს ჩემპიონატში არის. აქ თამაში შეჩერდა საფათო თამაში დააფიქსირა თუ არ ვწდები საჯმა. ნახოთ თავისუფალია თუ ჯარიმა. თავისუფალია. თავისუფალი დარტყმა და შეაცვლონ ჩიხურას ფეხბურთელებმა. ჩისკო საგოლე პასი, ძალიან კარგი პასის ავტორი. ერთი გოლი პირველ ტაიმში მან თვითონაც გაიტანა. დაარტყავს გაბედავა ოდიკაძე ყველაზე ახლოს ბურთთან დაუგორებენ ალბათ რომელიმეც და ისე დაარტყავს რაც ეს არის არა საჯარიმო დარტყმა არამედ თავისუფალი დარტყმა გაბედავა და ძელს ხდება ბურთი რა კარგად გაითამაშეს საჭხერელმა ფეხბურთელებმა ისეთი ეპიზოდი იყო ლორიამ ნახტომიც არ გააკეთა თვალი გააყოლა უბრალოდ ბურთს და რა თქმა უნდა ამ ეპიზოდში თავის გუნდის გადარჩენის შანსი არანაირი არ ქონდა გიორგი ლორიას, რადგანაც არც დაძრულა ბურთისკენ. ჯარიმა შეტევაში ჯარიმდებიან საჭხერელი ფეხბურთელები. ახლა ვნახავ ძალიან კარგად ამ ეპიზოდს შვენიერი რაკურსია. ერთი ნაბიჯი გადადგა და თვალი გააყოლა ლორიამ. გატანილი გოლების გარდა ალბათ ყველაზე საფათო ეპიზოდი რაც კი შეიქმნა დღევანდელ შეხვედრაში. გიორგი გაბედავა, თქვი კიდევაც ერთხელ რომ ყველა დისტანციიდან ურტყავს დღევანდელ შეხვედრაში და ამჯერად მიზანთან ძალიან ახლოს ხო. ეს ჩისკოა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ სომხიშვილი ადგილზეა. ქიმაძე უნდა გააქტიურდეს ჩიხურა 63 წუთია. დრო ნელ-ნელა გადის.
ორივე გუნდის ქომაკი საკმაოდ აქტიურია, ეს ერთ გულ ქომაკს გულისხმობ, რომელიც მუდმივად თან დაყვება გუნდს და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ საჩხერე შეტევაზე ჩიხურას ფეხბურთელები. თამაშგარია. ზუსტად დააფიქსირა მთავარ მომსაჯმა თამაშგარი მდგომარეობა და დინამოელები არ იჩქარებენ ალბათ ბურთის თამაშის შეყვანას. ხო არ შეცდა მსაჯი, რადგანაც ხურცილავა ცოტა უკან იყო. კიმაძეც რჩება ბურთი, ბეჭვაია მარცხენა ფრთაზე. ეხლა ჩიხურას ტაქტიკა ცოტა სხვანაირი გახდა. ხმალაძე ბეჭვაია არიან ოდნავ უკან სახდენების პოზიციაზე, მათ წინ მოქმედებს და საკმაოდ გაშლილი არიან. უბრალოდ ოდნავ უკან არიან დაწეულები, მათ წინ არის დათუნაიშვილი და ფლანგზია მარცხნივ გადმოსული ძირითადად გაბედავა, მარჯვნივ ლომია და დეკანოიძეა ცენტრში. ახლა დარტყმა ვერ მოხერხდა. წაიქცა საჩხერელი ფეხბურთელი, მაგრამ საჯი ახლოს იყო და არანაირი თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. გლორია არა. დაასწრო აშკარად გველესიანმა ბურთზე და შემდეგ წაიქცა უკვე ხმალაძე. 65 წუთი. ხმალაძეს რჩება აქ ბურთი, ნახოთ რა სიზავს. აქ უკვე დეკანოიძე იყო მარჯვნივ გადაწეული და ლომია შუაში. ალბათ გაცვნიან პოზიციებს ფეხბურთელები და ნახოთ საბოლოოდ როგორც არ იმართება საჩხერელთა იერიშები. ხურცილავა. ჩისკო ვერ მიიღო ბურთი და ჯარიმდება კიდევაც, თუმცა შეტევა ბურთს ფლობენ ახლა საჩხერელი ფეხბურთელები და არ უნდა გააჩეროს ეს შეტევა, ძალიან კარგი შეტევა. შეიძლება გამოვიდეს დათუნაიშვილი, მარჯვნივარი გადაცემა საჭირო. და არც აქ არ იყო თამაშის წესის დარღვევა. განმეორებით უბრალოდ საინტერესოა ამ ყველაფრის ნახვა. ყვითელი ბარათი მიიღო შემტევმა ფეხბურთელმა, თუმცა აქ არ ამგონია ეს ყვითელი ბარათი ეკუთვნოდეს მას სიმულაციისათვის. უკრიდან გამეორება, აქედან უფრო გამოჩნდება. მე მგონი იყო აქ თამაშის წესის დარღვევა, რადგანაც ოდნავ იყო ძალიან მცირე შეხება იყო და სისტრაფეზე შესული დეკანოიძე წამოედო კი კვირკველიას ფეხს აქ უკვე გამოცდილება მითამაშა ძალიან დიდი როლი. ისე მოძრაობდა კვირკველია, რომ იქ აშკარად ჩანდა, რომ თითქოს პასიურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ოდნავი შეხება იყო. ეხლა აქ უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დამატებითი არბიტრი, რომელიც დგას თავის ადგილზე, მას უნდა დაეფიქსირებინა და მისი აზრით არ იყო თამაშის წესის დარღვევა, ვერ შეამჩნია ვერ თავარმა არბიტრმა და ჩვენ ისღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე ისღა შემიძლია უბრალოდ ვთქვა, რომ თქვენი განსახილველი იყო, რადგანაც რამდენიმე რაკურსით იყო ნაჩვენები და რაც ჩანდა ცოტა საეჭვო ეპიზოდი იყო. იმდენი ინტერპრეტაცია აქვს პენალტის დანიშნვას უკვე თანამედროვე ფეხბურთში, რომ ცოტა რთული სათქმელიც არის, როდის უნდა დაინიშნოს და როდის არა. თუ რაღაც აშკარა გამოკვეთილი ეპიზოდი არ არის. გაბედავა მარცხენა ფრთიდან მიუახლოვდა საჯარიმოს, ორი ფეხბურთელია მის გარშემო, თვითონ არ ღვევს თამაშის წესს კი. აქ არაფერია სადაო. ვერ გაცდა იქ გველესიანს და საბოლოოდ ჩამოეკიდა შეიძლება ითქვას მაისურზე. სწრაფად შეიყვანეს ბურთი დინამოელებმა. ბეჭვაია
გააქტიურდა უფრო სწრაფი ჩიხურა და უფრო სწრაფი თამაშია. ზარია. მარცვალაძე, მერებაშვილი იხსნება. არა მარცვალაძე შეინარჩუნა ბურთი და აეხლა გადააწოდა მერებაშვილს და ძალიან ცუდი პასი გამოვიდა, მაგრამ ბურთს ინარჩუნებენ. დინამოს ფეხბურთელები აუტიდან უნდა განაახლონ მათ თამაში. ნიოლი თამაში რომ არ იქნებოდა არც ერთი გუნდისთვის ეს თავიდანვე ნათელი იყო და ალბათ მართლდება იმედი გულშემატკივრის რომელიც მოვიდა დღეს მატჩზე დასასრება და რომელიც ტელეეკრანიდან ადევნებს თვალყურს, რადგან საკმაოდ ნორმალურ შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს. თუმცა ალბათ ხა იდეალურამდე საკმაოდ შორია და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა არის, ყველაფერი შედარებითია. გაბედავა ჩაწოდება ლორია ყოჩა ხა ესეთ სიტუაციაში დამოსტილი მეკარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ზუსტად კითხულობს ყველაფერს და ამ სიტუაციაშიც ლორია ძალიან იოლად და რაც თავია კარგად გაერკვა სიტუაციაში. ნახტომში შეძლო ბურთის აღება ძალიან ახლოს იყო იქ ჩიხურაც ფეხბურთელი, რომელიც ალბათ დაასრულებდა ეპიზოდს ლოგიკურად. მერებაშვილი შეინარჩუნა ბურთი ჩისკო ახლოს ამ მართვალაძე უკაცრავად მართვალაძე მერებაშვილი და ჩისკო თუ მიუსწრო ამ ბურთს ჩისკომ ვერა ქიმაძე ცვლილება პაპავა შემოდის მერებაშვილის ნაცვლად. მე ვთქვი რომ პირველ ტაიმში, როდესაც გაძევებული ფეხბურთელის გამო მოხდა ფეხბურთელის გაძევების გამო ცვლილება არ შეცვალა ტაქტიკა რაღაც განსაკუთრებით ჟვანიამ და არ გაიყვანა შემტევი ფეხბურთელი, გაიყვანა ნახევარმცველი და შემოიყვანა ცენტრალური მცველი, ამით ბროჩისკოს უფრო მეტი ჯაფა დაადგა ოდნა უკან დაიწია. გაბედავა კიდევ ერთი შორეული დარტყმა ისევ არაზუსტი. და ეხლა კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ უფრო ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა. ჟვანიამ არ გაემტყუნება 10 კაცი თამაშობს გუნდი და 20 წუთია დარჩენილი ძირითადი დროის დასრულებამდე. პაპავა შემოვიდა, რომელიც მოედნის ცენტრში დაიკავებს ადგილს და ჩისკოზეც ვერ ვიტყვით, თუნდაც აი ამ განლაგებაში რომ გამოკვეთილი ფორვარდია. გამოკვეთილი ფორვარდი დარჩება ერთი მარცვალაძე. ჩისკო ითამაშებს ყოველ შემთხვევაში ბოლო წუთები მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. მარცხნივ იქნება პაპავა უფრო და შუაში ცინცაძე ზარიას დუეტი, ისედაც მოქმედებდა და არც თუ ცუდად კი არა, საკმაოდ კარგად. კაშია ხმალაძე ჩაწოდება საჯარიმოში, იქ შეცდა სწორედ კვირკველია, ბურთი ტოვებს მოედნის ფარგლებს, დარტყმა კარიდან. ლორია შეიყვანს ბურთს თამაში. ადგილობრივი დირექტორი აცხადებს იმ ცვლილებას, რაზეც მე უკვე გითხარით. აუტი უნდა მოაწოდოს დინამო. სეზონის ბოლოა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დაღლილები არიან. იქ იყო ეპიზოდი, როდესაც ჩისკო პირველ ტაიმში ფეხს იტკიებდა, ეხლა ხურცილავაც არ ვიცი ეს ერთგვარი ფანდი იყო თუ მართლა ასე იყო, ფეხს იტკიებდა, სადამ აუტის მოსაწოდებლად მივიდა და ამით რო გაყავდა თუ უბრალოდ მართლაც ტკივა ფეხი, ყოველ შემთხვევაში არც გაემტყუნებათ ფეხბურთელებს, რადგანაც წინ უკან უფრო სწორად დამღლელი სეზონი იყო და ძალიან ბევრი არ არის ალბათ იმ კონდიციაში, რაც სასურველია რომ იყოს. კვირკველია შეასრულებს საჯარიმოს და აი სამი ფეხბურთელია ჩიხურასი დარჩენილი მოედნის ცენტრთან ძალიან ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტია მათ კართან.
ამ სამ ფეხბურთელს დაარაჯობს 4 დინამოელი. აი ერთი უკვე დაიძრა წინ, ეს ხიდეშელი იყო, რომელმაც გაითამაშა ბურთი პარტნიორთან, ჩაწოდება არ მოხერხდა, პაპავარი მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიძლება დაარტყა კიდევაც, მაგრამ ბურთი ხვდება ერთ-ერთ მცველზე და გაბედავა, რომელმაც უკან დაიწია ოდნავ მარცხენა ფრთიდან, თვითონ დაიძრა წინ, საკმაოდ სწრაფად შეინარჩუნა ბურთი. ხმალაძეს მისამართით გააკეთა გადაცემა, დინამოელები უკვე მთელი გუნდით არიან უკან დაწეულები. ხმალაძე და თუნაიშვილი შორიდან დარტყმა არაზუსტია. ეს გიგა ბეჭვაია იყო და არის თქვენს ეკრანზე, რომელმაც წინა ეპიზოდში შორიდან დაარტყა. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს მატჩი იმ ხრივ, რომ რაღაც ისეთი დამთხოვებია. ფეხბურთელი გაუგდეს დინამოს და დინამომ გაიტანას, შემდეგ ჩიხურამ გაათანაბრა და იმის მაგივრად რომ ელოდა ალბათ რომ ჩიხურა გადავიდოდა უფრო აქტიურ თამაშზე და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ესწრებოდა, დინამომ გაიტანა ისევ გოლი და ჯერჯერობით სწორედ 2-1-ია დინამოს სასარგებლოდ. წესით ჩიხურამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ მინიმუმ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლოს. ამის რესურსი არის ახლა მაინც გუნდი უტევს, ვერ უთქვით რომ უშანსოთ არის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება, მცველები თამაშობენ ზუსტად. ძლიერი დარტყმით გამოაქვს ცინცაძე შემდეგ უკვე ბურთი საკუთარი საჯარიმოდან, წინ მარცვალაძე იყო, მაგრამ მან ვერ იბრძოლა ბურთზე. კიმაძე, კაშია. თამაშის დამთავრებას რო დაელოდონ და ფეერვერკი მერე მოაწყონ ხოლმე გულშემატკივრება, მე მგონი ჯობია. ხა დინამოს გულშემატკივრება მოაწყეს ფეერვერკი. მარცვალაძე არა, ბოლო მომენტში ვერ გაჩნდა ლაშაჩელიძეს. და შემდეგ თვითონ მარცვალაძე ჯარიმდება. სწრაფად გაითამაშეს. კიდევ ერთხელ მე ვარჯობია დაელოდონ მატჩის დასრულებას. ხმალაძე. პასი საჯარიმოში არ გავიდა ეს გადაცემა. კარგი იყო ჩანაფიქრი, თუმცა პასი ზუსტი არ იყო და შემდეგ ლომია ჯარიმდება. ჯერჯერობით მოედანზე არაფერი ხდება, აი ხედავთ, ტრამვირებული ფეხბურთელია, კვირკველია და შეგიძლიათ დამტკბარიყავით რამდენიმე წამის წინ ფეერვერკით, რომელიც დინამოს გულშემატკივრება მოაწყვეს. პაუზა, ასეთ პაუზები ალბათ მატჩის მეორე ნახევრის ბოლოს, ისევ ვიტყვი, ალბათ უფრო მეტი იქნება. ეს ეპიზოდი ძალიან სადავო ეპიზოდია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადგა ფეხი კვირკველიამ რაღაც ისე მყარად, თითქოს და ამას წამოედო მეტოქე გუნდის ფეხბურთელი. მაგრამ რომ წამოედო ეს ფაქტია. კვირკველია დროებით ალბათ ტოვებს მოედანს და სულ მალე დაბრუნდება და განახდება კიდეც თამაში. ლორია შეიყვანს ბურთს თამაში, შეიყვანა. ჯარიმა. შეტევაში ჩისკო ჯარიმდება. კიმაძე, ხმალაძე. ბეჭვაია. და თუნაიშვილი არაზუსტი გადაცემა. ჩაჭრა იქ მარცვალაძემ და რა კარგად ითამაშა.
თვითონ მიიწევს მარცვალაძე წინ, მაგრამ არა, წამოეწია, ჯარიმა არის. ჯარიმა არის, იქ ხელით აჩერებდა მას დათუნაიშვილი და მიიღო კიდეც ყვითელი ბარათი დათუნაიშვილმა. ძალიან კარგი იყო მარცვალაძე იმ ეპიზოდში, რადგანაც არ იყო იოლი ბრძოლა მოსაგები, აი ამ სიტუაციაში ეს პირდაპირ კონჩეტევა არ იყო. ბურთი მოიგო ჯერ, შემდეგ გასდა ერთ ფეხბურთელს და ამის შემდეგ დაიძრა, ხედავთ ახლა კი ხელით აჩერებს დათუნაიშვილი, თუმცა ეს იმ ეპიზოდის მსგავსად, რომელიც მე-19 წუთზე იყო, ბოლო იმედის ჯარიმა ნამდვილად არ იყო, რადგანაც დათუნაიშვილი იქ მარტო არ იმყოფებოდა, იყვნენ მისი თანაგუნდელებით. აი ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხედავთ, ახლა თავიდან ბოლომდე ვნახეთ განმეორებთ ეპიზოდი, დათუნაიშვილმა არც გააპროტესტა ის მიღებული ყვითელი ბარათი. მეოთხე ყვითელი ბარათია საჩხერელთა შემადგენლობაში, ჯიღაური, გაბედავა, დეკანოიძე და უკვე დათუნაიშვილიც. ხიდეშელსა ყვითელი ბარათი გარდა იმ წითელისა, რომელიც რეხვეშმა მიიღო დინამოს შემადგენლობაში. ჯარიმა სახიფათოა, აქედან რა თქმა უნდა კარში დაარტყა, რადგანაც საჯარიმოში არც ერთი დინამოელი არც არის. უბრალოდ შორიდან ძლიერი დარტყმა და ამით კუთხური მოიპოვა მარცვალაძემ, რომელმაც დაარტყა. დაიშალა მაინც ცოცხალი კედელი, ამას მიუთითებს ალბათ ახლა სომხიშვილი. ლაშა ჩიკვაიძე გამოვიდა მოედანზე საბალომიას ნაცვლად. კიდევ ერთი ცვლილება. ჩიკვაიძე ამპლუით მცველია და ალბათ რაღაც გადაადგილება მოხდება აქ, ან ნახევარდაცვაში იმოქმედებს, თუ ნახოთ. შეიძლება ჩაწოდება მარჯვენა ფრთიდან უტევენ ჩიხურას ფეხბურთელები, მე-80 წუთია უკვე დღევანდელი შეხვედრის. არაზუსტი პასი ჩისკო თვითონ მიიწევდა წინ, ალბათ ჯობდა გადაცემა იქ მარცხნივ იხსნებოდა. მარცვალაძე ჩისკო დაჯარიმდა საბოლოო ჯამში. კაშიამ გაითამაშა ბურთი. ბეჭვაია. ოდიკაძე. ხმალაძე. დინამოს ფეხბურთელები იცავენ თავს, აქ ჯარიმა არ არის. ხმალაძე ჩაწოდება მცველებს გამოაქვთ კიდევ ერთხელ ზუსტად. კერძოდ გველესიანი იყო ეს ფეხბურთელი, ისევ ჩიხურას ფეხბურთელები რა ხდება? უკან პასი არც არაფერი არ ხდება, იქ თითქოს თამაში შეაჩერა ქიმაძემ, უბრალოდ გაგრძელება მონახა, როგორც ჩანს მსგავსი. რაც გავდა თამაშის შეჩერებას, აქ ისევ დინამოს ფეხბურთელები კერძოდ კი ცინცაძე თამაშობდა, ისევ ჩიხურას ფეხბურთელები მთელი გუნდით გადადის ჩიხურას შეტევაზე. ამისთვის დრო მათ აქვთ, უბრალოდ იმისთვის რომ ანგარიში გაათანაბრონ, მაგრამ აი ესეთი შორეული თითქოს მოუმზადებელი დარტყმებით ფონს გასვლა ძალიან ძნელია. ცინცაძე ფეხი დაეჭიმა, როგორც ჩანს მას. ცინცაძის კარგ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, რადგანაც 19 წამდელთან ნაკრებს შეუერთდება ის ხვალიდან, რომელიც ემზადება ელიტ რაუნდისათვის შვეიცარიაში გაიმართება და შვეიცარიის ნაკრებით იწყებს სწორედ საქართველოს 19 წამდელთან ნაკრები 25-ში ამ მნიშვნელოვან ტურნირს. აუტი მარცხენა ფრთიდან დინამოს ფეხბურთელები აწვდიან. არ გამოვიდა ეს შეტევა, კაშია თამაშობს. გამოიტანა ბურთი, მაგრამ გამოიტანა ისე რომ აუტი უნდა მოაწოდონ. თვითონ საჩხერელმა ფეხბურთელებმა იქ ბურთი შეეხო ერთ-ერთ დინამოს. ნახოთ მორიგიერიში რამდენად წარმატებული გამოვა, უკვე 93 წუთია ამასობაში. ხო ბეჭვაია დიაგონალზე გადმოსერა მოედანი და მიუტანა ბურთი ქიმაძეს. ისე გაკეთებაც პასითაც შეიძლებოდა. კაშია მარჯვნივ
დააბრუნა ბურთი კაშიამ, ნახოთ ახლა აქედან ჩაწოდება იქნება თუ არა, ჩაწოდება ლორია თამაშობს ზუსტად. ლორებს გავსი მეკარეებისაც აქ პრობლემას არ წარმოადგენს და მეტოქისათვის არის ეს პრობლემა, როცა აწვდიან უშუალოდ მეკარის მოედანში. უნდა ცოტა სხვა რამ უნდა მოიფიქრონ. ისევ კაშია თამაშობს, წინცაძემ ბოლომდე იბრძოლა და აუძე გადავა ბურთი და უნდა მოაწოდონ ჩიხურას ფეხბურთელებმა. დინამომ ბოლო წუთებში შედგეს ჩაუშალა თამაში ჩიხურას და არ აძლევს შექმნის საშუალებას. ისევ ჩიხურას ფეხბურთელები დინამოს ერთადერთი მთავარი მიზანი რაც არის აქ ანგარიში შენარჩუნება გუნდი დაცვაშია და არც გაემყუნება იგებენ და 10 კაცით არიან მოედანზე და ერთადერთი მარცვალაძე ლუის ჩისკო ცდილობს კონჩეტევების წარმართვას. ბეჭვაია. კიმაძეს ეს ჩაწოდება იყო, კარში დარტყმა იყო, რთული გასარჩევი იყო, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, არც ერთი გამოდგა და არც მეორე. აუტი საჩხერლებმა მოაწოდეს ხმალაძე და უკან აბრუნებს ბურთს მეკარე სომხიშვილი ერთობა თამაში რომელიც სწრაფად ვიაწვის ოდიკაძეს და დინამოლთა უკასრავად ჩიხურას გამოსტილი მარჯვენა მცველი იწყებს მორიგიერიშს ბეჭვაია კიმაძე მარცხენა ფრთაზე ჩაწოდება საჯარიმოში კარგია გველესიანი თავით გამოაქვს ბურთი კიმაძე აკეთებს ყველაზე ცუც ახლა რაც შეიძლება კი ვერ გააჩერა ბურთი მაგრამ მან გადააგდო ახლა ბურთი და ამით დროის გაყვანის საშუალება მისცა დინამოს თავის თავს დააბრალონ აი ამ სიტუაციაში საჩხერებმა ფეხბურთელებმა თუ იმეზე უნდა გაბრაზებულიყო თავის თავზე მხოლოდ კიდევ ერთი აუტი აუტებით მიიწევს წინ დინამო იმის მაგივრად რომ საჩხერებმა შტურმი მოაწყონ დინამო აი ესე მიზარ მიმართულად უშლის თამაშს ძალიან კარგად ჩიხურას და პერიოდულად ესეთი მშვიდ რიტმში გადადის წინ მართალია საფეხბურთო მომენტებს ვეღარ ქმნის მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში ის რომ მეტოქე ვერაფერს ვერ ქმნის ლორია არ აიღებს ბურთს და მეტოქე არ მივა მასთან ესეც უკვე გამოცდილი ხერხია და გადააგდო ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ იმიტომ რომ დაშევებულია გველესიანი არა წამოდგა თამაში გაგრძელდება ბოლოცვლება ლომაშვილი გამოვა მოედანზე ბეჭვაიას ნაცვლად ბოლოცვლება არის საჩხერელთა შემადგენლობაში საჩხერელებმა უნდა დაუბრუნონ ბურთი მეტოქეს დაუბრუნეს კიდეც დინამოელებმა წინ დაარტყეს და ბურთი რჩება ოდიკაძეს ვერ უტევს ჩიხურა ისე როგორც საჭიროა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო დათუნაიშვილი წააქცია ძალიან აი ხლა არის სტანდარტი და ალბათ თელი გუნდი უნდა ჩავიდეს არ არის საჩხუბარი და სადავო არაფერი ზარი არ ღვევდა თამაშის წეს რაც უფრო მეტი ხალხი იქნება რაღაცა დისკომფორტს განიცდის ალბათ და ესეთ სიტუაციაში თუნდაც მეკარე და ყველაფერი შეიძლება მოხდეს მცირე შეხებაც კი ბურთთან შეიძლება რადიკალურად
შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ყველაფერი, ამიტომ ეხლა რაც შეიძლება დიდი ძალით უნდა იყოს ჩიხურა მეტოქის ნახევარზე. ასეც არის პრინციპში და ოდიკაძე ჩააწვის საჯარიმოში, კარში დაარტყა. აი ესეთი რბილი დარტყმით გატანა ამ დისტანციიდან პრაქტიკულად წარმოუდგენელია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ ოდიკაძე აწვდიდა კარის მიმართულებით და ვერ გააკეთა ზუსტად ეს. ვერ შეასრულა, ასე ვთქვათ. ლორიას უკვე მიუთით ამ მთავარ მომსაჯმა თორნიკე გვანცელაძემ რომ იჩქაროს და დროზე შეიყვანოს ბურთით თამაში, დრო ძალიან ცოტა აქვს იმისათვის ჩიხურას რომ ანგარიში შეცვალოს. დაიწყო ბოლოს წინაწუთი, ძირითადი დროის 99 იქნება დამატებული დრო და ვნახოთ რამდენს დაამატებს დღევანდელი შეხვედრის არბიტრი. მაგრამ ბევრი ალბათ არ იქნება. იქნება რაღაც სტანდარტული დრო 2-3 წუთი. კიმაძე ოდიკაძე არაზუსტი პასი და მხოლოდ წინ დარტყმა მოგერიება უკვე სომხიშვილიც საკმაოდ წინ არის საწეული, ნუ ამის საშუალება არის და ასეც უნდა იყოს, მეკარეც უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება სტანდარტი, დრო ძალიან ცოტა, ეხლა 2-1 წააგებს დინამო თუ 3 ჩიხურა თუ 3-1 რა მნიშვნელობა აქვს. და კარგი შანსი იყო. ნუ ვერ დაარტყა დეკანოიძე. ერთი ნახევარი წუთი კიდე გავა ამასობაში და უკვე ბოლო წუთი დაიწყო ძირითადი დროის. ბურთი სად არის? ბურთი კარის ბადეზე იყო ზევიდან ოდიკაძე მიეხმარა ლორიას, ყოფილ თანაგუნდელს რომ დროზე შემოიყვანოს ბურთით თამაში, დაცვაზე საერთოდ აღარ ფიქრობს შიხურა. ოდიკაძე პრაქტიკულად ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზეა. აქ ჩისკო მიიღებს ბურთს და ყოველ შემთხვევაში რას ეცდება მაინც რო გაიყვანოს და ასეც არის. დაარღვევინა მეტოქეს, კერძოდ კი ქიმაძის თამაშის წესი. ჩისკოს გამოცდილება ეხმარება დინამოს, რა თქმა უნდა, მე ლეგიონერებზე ვსაუბრობდი, ძალიან ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანის აზრი გამოჩნდა, რომ არანაირი არ იყო, მაგრამ ამ ფეხბურთელზე ამას ნამდვილად ვერავინ ვერ იტყვის. რომელიც უკვე რაც არის დინამოში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. 4 წუთს ამატებს და დაამატა უკვე გვანიშნა სათადარიგო არბიტრმა. ასე გადაწყვიტა მთავარ მომსაჯმა, ეს მისი პრეროგატივაა, მე ვფიქრობდი რომ უფრო ცოტა იქნებოდა დამატებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჯმა 4 წუთი მისცა ჩიხურას იმისათვის რომ მინიმუმ ანგარიში გაათანაბროს. დინამოელები გამოიყენებენ კიდევ ერთ ცვლილებას, მათ აქვთ დარჩენილი კუთხური. და ეხლა იქნება ის ცვლილება, ვინ შემოვა. დინამოს შემოვა ჩისკო გადის. ნამდვილად ჩანს. ართალია ჩისკოს ჯერჯერობით არ უნდა გასვლა და შემოდის გორგიაშვილი. საჯმა დაიყოლია შეიძლება ითქვას იმაზე რომ ჩისკო გავიდეს მოედნიდან. დათუნაიშვილი აჩქარებს ჩისკოს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არის ფეხბურთში და ყოველთვის ხა გულშემატკივარიც ბრაზდება, მეტოქე გუნდის ფეხბურთელიც, მაგრამ ამას ყველა აკეთებს ფეხბურთში და ეს ჩვეულებრივი რამ არის. ყველაზე დიდი გუნდებიც კი რაც არსებობდნენ ისტორიაში, ასეთ სიტუაციაში ყოველთვის გავსად იქცევიან. გორგიაშვილი შემოვიდა ჩისკოს ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ მეორე გუნდი ღიზიანდება და ხანდახან მეორე გუნდის გულშემატკივარი ჩვენ აღმოჩნდებით ხოლმე ამ სიტუაციაში, როგორც ახლა ჩიხურას გულშემატკივარი, მაგრამ ეს ასია, ამას არაფერი არ შეცვლის. აკი ლორია მუშტი ძალიან ძლიერად იგერიებს ბურთს, კაშია დააბრუნებს ბურთს საჯარიმოში და ბურთი არის მარცხენა ფრთაზე, ოდიკაძე არის ჩააწვის ალბათ კიდევ ერთი ჩაწოდება ცუდი და გორგიაშვილი ახლა შემოსული ფეხბურთელი ვერ დაეუფლა ბურთს, მაგრამ თურმე ჯარიმა არის. ასე გადაწყვიტა საჯმა. ამ სოფაში წუთი და 40 წამი უკვე ცოტა მეტიც გავიდა საჯის მიერ კომპენსირებული დრო ის. დასრულდება თამაში ძირითად დროში. აი ხედავთ, მე ვთქვი წუთი და 40 წამი მეთქი და 2 წუთზე მეტია უკვე გასული. დამატებითი დროის
დამატებით დროს გულისხმობ. აი საჩხერელი ფეხბურთელები ეს კი მართლა ბოლო შანსია და უნდა წავიდეს მთელი გუნდი და მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის რომ შეძლონ ის რაც ძალიან სურთ მათ. აი ეს სიტუაციაში ჯარიმა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება გასაგები აქ ბრძოლაში ესე არ უნდა შესულიყო გაბედაო ახლა და არ გვია თამაშის წესი. ხურცილავას წინააღმდეგ. მეორე გოლმა აშკარად გატეხა ჩიხურა იყო იქ ეპიზოდების შემდეგ ცირეხნით რომ გააქტიურდა სადეს უპირატესობის მოპოვება მაგრამ დინამო დამაჯერებელი იყო მერებაშვილმა ითამაშა ჯანელიძე მიგინეიშვილმა მოდებაძემ რომლებიც გამოჩნდნენ კადრში არ უთამაშია და ძალიან კარგი ბანერი იყო საინტერესო მადლობა მახო გასაგებია მალხა ჯოანიას გულისხმობენ დინამოს ერთგული გულშემატკივრები რომელიც შუა სეზონში მოვიდა გუნდში ჯერ აი ეს ადამიანი ჯერ დინამო ორის მწვრთნელი იყო იანვრიდან უკვე დეკემბრიდან უბრალოდ დინამოს მთავარი მწვრთნელი გახდა და ორი ტიტული მოუპოვა მან გუნდს მეტი მაქსიმუმი ჯოანიას არ შეეძლო რადგანაც რა ტურნირშიც თამაშობდა იმ პერიოდში დინამო ორივე მოიგო თამაშგარე მდგომარეობა ყოფილა აქ და ეს მე მგონი უკვე დასასრულია ეს უკვე დასასრულია და რამდენიმე წამი აშორებს დინამოს თასის მოპოვებასთან და ამავდროულად დუბლის გაფორმებასთან მიმდინარე სეზონში. ჩვენ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ დაჯილდოების ცერემონიალსაც. დასრულდა შეხვედრა. თბილისის დინამომ დაამარცხა საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 2-1 ფინალში და ზედიზედ მეორედ და ზოგადად მე-11-ეთ მოიპოვა საქართველოს თასი. ჩიხურა კი სამწუხაროდ მათ გულშემატკივარ და სამწუხაროდ ზედიზედ მეორედ ისევ დინამოსთან დამარცხდა საქართველოს თასის ფინალში. მალხა ჯოანია იყო თქვენს ეკრანზე და ის ბანერი ძალიან კარგი იყო სუფთა ადამიანური თვალსაზრისით. ყველა მიცის რომ ჯოანია მიდის გუნდიდან არ რჩება თუ არა ზოგადად დინამოს სისტემაში არ ვიცი მართლა არ ვიცი და ჯერჯერობით მე მგონი ეს თემა არ არის გადაწყვეტილი მაგრამ დინამოს თავარი მწვრთნელის პოზზე იყო რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და როგორც ჩანს მოვა იქ ადამიანი ვინც უხელმძღვანელებს გუნდს მაგრამ ის ფაქტი რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯვანიამ გააკეთა რა მოვიდა გუნდში კი გასაგებია გუნდი იყო პირველ ადგილზე იმ პერიოდში გუნდი იყო თასის შემდგომ ეტაპზე გასული, მე-4-ფინალი იყო თუ არ ვხდები იმ ეტაპზე და რა ყველაფერი გამარჯვებით დაასრულა. ძალიან ძნელია მწვრთნელის ბედი ყოველთვის, ცოტა უცნაური პროფესია არის, მოიგო ყველაფერი, მაგრამ მაინც უწევს გუნდიდან წასვლა. ასე რომ მადლობა მახო რაც იყო ბანერი, ყველა დინამოს გულშემატკივარმა და ჩვენც ალბათ უნდა უთხრათ მადლობა ახალგაზრდა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელსაც მე პირადად წარმატებას ვუსურვებ საომავლოთაც და იმედია წარმატებით ითამაშებს ეს კი გოლები დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ეს გოლი რომელთაც გათანაბრდა ანგარიში პირველი გოლი ვნახეთ ძალიან საინტერესო კადრი იყო ახლა არ გამოჩნდა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამეორებები მიდის და დინამოს ფეხბურთელები რამდენიმე მათ შორის ჩისკო რომელიც ესპანელია მივიდა ჩიხურას ფეხბურთელებთან ალბათ მადლობა უთხრა თამაშისათვის ერთგვარად ძნელია ყოველთვის წაგებული გაამხნევეს და ხა შეუერთდნენ თავისი გუნდის ფეხბურთელებს რამდენიმე დინამოელი იყო კიდევ ერთხელ მერობ მათ შორის ესპანელი ლეგიონერით შეუერთდნენ დინამოელებს და ერთად აღნიშნავენ იმ ფან-კლუბის წევრებთან რომლებიც მუდმივად არიან სტადიონზე დინამოს გასამხნევებლად და მე ყოველთვის ვამბობ და ყოველთვის გავიმეორებ რომ აი ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ იმას რომ დინამო იყოს წარმატებული გუნდი დინამო მოიპოვოს გამარჯვებები, რადგანაც როდესაც გუნდი იგებს თამაშებს, შემდეგ უკვე მაყურებელი ავტომატურად იზრდება, უფრო მეტი ხდება გულშემატკივართა რაოდენობა და ყოველთვის რაღაცა მომენტში დაჩაგრული ხდება ის ადამიანი, რომელიც მანამდეც და ყოველთვის გუნდთან ერთად იყო და გუნდთან ერთად აღნიშნავდა მოგებას, წაგებას და ყველაფერს ერთად, რაც კი გუნდთან შეხებაში იყო. ასე რომ მადლობა დინამოს ქომაქვს მთელი სეზონის განმავლობაში აი ერთგული კომაგობისათვის ეს კი ის თასია რომელსაც რამდენიმე წუთში დინამოს
კაპიტანი გიორგი ლორია ჩაიბარებს, რომელმაც მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი 2009-2013 წლებში პლუს 2014. იგივეა გაკეთებული მერებაშვილს, ზუსტად იგივე ფინალები აქვს მოგებული და რაც ყველაზე საინტერესოა, კვირკველიაც მესამედ ჩაიბარებს საქართველოს თასს, მაგრამ კვირკველიას წინა ორი თასი ძალიან ადრე აქვს მოპოვებული, 10 წლის წინ აქვს ბოლოჯერ საქართველოს თასი მოპოვებული, მას შემდეგ ძირითადად ის უცხოეთში თამაშობდა 2003 და 2004 წლებში მოიგო კვირკველიამ საქართველოს თასი, ასე რომ ესეც მისალოცია მისთვის უკვე ვეტერანი ფეხბურთელისთვის. დინამოს ხელმძღვანელობა გამოჩნდა, როგორც ხედავთ მოედანზე კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია, რომელმაც მიულოცა ფეხბურთელებს უშუალოდ მოედანზე ეს წარმატება და მე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფეხბურთელი ლაშა ჭელიძე, საჩხერის ფეხბურთელი, რომელმაც მეოთხე ფინალი წააგო, რაღაცა საოცარი უიღბლობა არის ჩემი აზრით. მართლაც რომ ორჯერ ტორპედოს შემადგენლობაში აქვს ფინალი წაგებული, ერთხელ ჩიხურ და ორჯერ უკვე ჩიხურას შემადგენლობაში, მესამე წააგო სომხიშვილმა თასის ფინალი, ერთხელ ზესტაფონის შემადგენლობაში, უკვე მეორე ჩიხურას შემადგენლობაში, მესამე წააგო შოთაკაშია, მაგრამ მას სამჯერ მოგებული მაინც აქვს და აი ესეთ ფეხბურთელები რამდენიმე არიან, ხმალაძემ წააგო თასის ფინალი, ასევე სამჯერ მოგებული ქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხან მოიგებ, ხან წააგებ, ყოველთვის ისე ხდება რომ იგებს ძლიერი და დღევანდელ შეხვედრაშიც გაიმარჯვა ძლიერმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძლიერი ამ შემთხვევაში თბილისის დინამოს გულისხმობ მე-20 წუთიდან 10 კაცის შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ მაინც შეძლეს დინამოელებმა ძალიან სწრაფად 2 წუთში გოლის გატანა. ნახეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩისკომ გაიტანა ეს გოლი, შემდეგ დათუნაიშვილმა გათანაბრა 49-ზე და 10 წუთში მარცვალაძემ გაიტანა. როგორც გამოჩნდა საბოლოოდ გამარჯვების მომტანი გოლი. მცირე პაუზა არის, საჯებს საჯილდოებენ თუ არ ვწდები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ დღევანდელი შეხვედრის არბიტრებს. მე გეტყვით კიდევ ერთხელ, თორნიკე გვანცელაძე იყო მთავარი მსაჯი, ასისტენტები დათო ჩიკოგიძე და ზაზა ფიფია, მე-4-ესა და დაერგო მსაჯი ლაშა სილაგავა გახდათ და დამხმარე არბიტრები გიორგი ვადაჩკოლიო და გიორგი ყრუაშვილი. ალბათ ხა რაღაცა პატარ-პატარა უკმაყოფილება შეიძლება ყველას კონდეს საჯების მიმართ, მაგრამ ძალიან მცირე ალბათ თუ რაც შეიძლება ითქვას, რომ რაიმე პრეტენზია გაჩნდეს. ის ერთი ეპიზოდი იქ იყო საეჭვო თუ არ იყო საეჭვო პენალტი, ერთადერთი არ ვიცი, ჩემი აზრით უბრალოდ ეს იყო, დანარჩენი მეტი განსაკუთრებული სადაო არაფერი არ ყოფილა. ჩიხურას ფეხბურთელები მიიღებენ ახლა იმ სამახსოვრო მედლებს, რომელიც არის დაწესებული ფინალისტი გუნდის ფეხბურთელებისათვის. დათუნაიშვილი მეორე ფინალში გაიტანა, ერთში გატანილი გოლი მისი წარმატებული აღმოჩნდა, მეორეში ვერა. დაჯილდოვება, როგორც ყველგან არის, ეს ტრიბუნაზე ადიან, თუმცა რამდენადაც წინასწარ თითქოს პირდაპირ მოედანზე უნდა ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ არა. ასე არ არის და ჩიხურას ფეხბურთელები აქ არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზია ციჭინავა, გენერალური მდივანი ბატონი რევაზ ზარველაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, იქვე არის ბატონი რომან ფიფია, ასე რომ ეს ადამიანები გადასცემენ მედლებს. ჩიხურასათვის ცოტა დასანანია ძირითადი შემადგენლობა ამ გუნდისა გასულ წელსაც იგივე ხარისხის მედლით დაჯილდოვდა და ეს ყოველთვის რთული ძნელი გასახსენებელია. ფინალის საგება ძალიან ძნელია ხა. პროფესიონალი ფეხბურთელისათვის, როდესაც აქამდე მიხვალ, იბრძოლებ და ბოლოს გამოდიხარ დამარცხებული. ამაზე ცუდი ალბათ არაფერი არ არის. მე მგონი ყველა დაჯილდოვდა თუ არა. კი, ჩამოვიდა. არა, ჯერ კიდევ არის გარკვეული ჯგუფი ფეხბურთელებისა, მათ შორის მწვრთნელთა შტაბიც. თავისი კუნთნელი მედლები უნდა მიიღონ მათ და შემდეგ უკვე დინამოს ფეხბურთელთა ჯერი დადგება, რომლებიც უკვე დაიზრნენ. მათ მიერ მიღებული მედლები გაცილებით სასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა.
ეხვიაშვილიც გამოჩნდა უკვე. თბილისის დინამო ხედავ დინამოს ფეხბურთელებს, მე ვთქვი ევროთასებზე და ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen-ის სიმღერის ფონზე ჩვენ ვართ ჩემპიონები. ეს უკვე ძალიან დიდი ხნის ტრადიცია არის და ყველა ქვეყანაში გრძელდება ეს ყველაფერი. სადამ ვინმე ალბათ უკეთეს რამეს არ მოიფიქრებს და არ შექმნის ამ დაუვიწყარი მელოდიის ფონზე, სიმღერის ფონზე ჯილდოვდებიან დინამოს ფეხბურთელები და უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავარი არის ევროთასებზე გამოსვლა დინამოს. მე მინდა ამჯეროდეს და მინდა რომ ასე იყოს, რომ დინამო თავის სიტყვას იტყვის და ყოველთვის გსურს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვიდეს. ის რაი ხედავთ ახლა ეს რაღაც სინანულის სრემლებია. ეს ჯიღაურია 51 ნომერი მაისური კეცვა, მაგრამ ჯიღაურია ნამდვილად ფეხბურთელი, რომელიც დინამოს ეკუთვნის და შეიძლება მომდევნო სეზონი უკვე დინამოს შემადგენლობაშიც დაიწყოს. ეს ჯერჯერობით უცნობია. ხედავთ, ფეხბურთელთა ნაწილი ისევ მოედანზე ბრუნდება. რაც შეეხება ევროთასებს, დინამო პირველ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გეტყვით, რომ 15-დან 16 ივლისს ჩაატარებს და 23 ივნისს გავიგებთ დინამოს მეტოქეს. ისევე როგორც შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ჩიხურა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და ეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ლიგის დაიწყება 3 ივლისს. იმედია ჩიხურა ნავს გატეხს, პირველ გამარჯვებასაც მოიპოვებს ევროთასებზე. და კიდევ უფრო წარმატებული იქნება მისი გამოსვლა, ეს დინამოს გულშემატკივარია, რა თქმა უნდა. მირაკლი ვაშაკიძე, გუნდის სპორტული დირექტორი, მისთვისაც სიახლეა ალბათ ამ თანამდებობაზე მუშაობა, დინამოს ყოფილი ფეხბურთელი, შამპანიურები, რა თქმა უნდა, მომზადებული ასეთი შემთხვევისათვის აუცილებლად და შამპანიურის გარეშე ფასი ნამდვილად არ აქვს. ასეთი წარმატების აღნიშვნას კარგია დღეს, ხვალ შეიძლება წარმატების აღნიშვნა, მაგრამ მთავარი და მოემზადოს გუნდის სათანადოდ ევროთასებისათვის. რა შემადგენლობით, რომელი მწვრთნელით, ამას მოგვიანებით დათუნაიშვილი ძალიან დამწუხრებულია და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ძნელი არ გაუგო ამ ფეხბურთელს. ძალიან ძნელია. ლორია კი მზად არის თასის მისაღებად. შამპანიურები გასახსნელად ყველას მზად აქვს. ძალიან საინტერესოა ესეთი კადრები ყოველთვის. ციჩინავა, რევაზ არველაძე ჩამოვიდნენ. უკვე თასთან ახლოს არიან და ბატონ ლევან ყიფიანი ალბათ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ერთობლივად გადასცემენ თას შამპანიურების წვიმა და სანუკვარი თასი. ძალიან კარგი ამ ყველაფრის ყურება, ძალიან კარგი ამ ყველაფრის სქერა. ლამაზია ყოველთვის, სასიამოვნოა ფეერვერკი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის თავზე და დინამომ თავისი კუთვნილი თასი ჩაიბარა. ვერავინ ვითყვის, რომ არ დაიმსახურა დინამომ წელს ჩემპიონობა და თასი. გუნდმა მეცხრედ შეასრულა დუბლი. კიდევ ერთხელ სეზონში მოიპოვა ჩემპიონობა და თასი ერთად. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის, მთავარი ყველაფერი ვნახეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ამით საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ველოდებით შემდეგს და ველოდებით გაცილებით უკეთეს. მომავალ შეხვედრამდე.